არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე. ანუ ზოგადად ვთვლი, რომ ადამიანის უფლება, რომელსაც სამ უფლებად ვაერთიანებ, იმიტომ რომ ავხსნი რატომაც ვთქვათ, ადამიანის თავისუფლება, სიცოცხლის უფლება და ბედნიერებისკენ სწრაფის უფლება და ბედნიერებისკენ სწრაფის უფლება გულისხმობს ყველაფერს. იქნება ეს დაბალი გადასახადები, ნიშნული ეს იყო, მაგრამ რა ვიცი მე რწმენის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რაც შენ გაბედნიერებს და რაც შენი ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანი ხო? იმისთვის რომ ეს უფლებები უზრუნველყო და ამ უფლებებით თქვათ ადამიანის თანდაყოლილი უფლებების დაცვა უზრუნველყო შენ გჭირდება რომ შეასრულო ის ვალდებულებები, რომელიც ამ უფლებებს თან მოყვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ უფლებებს ვერ დაიცავ. და აქედან გამომდინარე, შენ თუ იძახი რომ არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე, მონომად ჩათვალო ის, რომ შენ ვალდებულებას ასრულებ, რომ აი ეს სამი უფლება, თავისუფლება, სიცოცხლის უფლება და ბედნიერებისკენ სწრაფის უფლება დაიცვა, ეს არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩემთვის ზუსტად ისე როგორც რავი მე მოწმედ გასვლის ვალდებულება ხო არსებობს.